რომელიც ჩემთვის როგორც ასე არაჩახებულ ადამიანს, დეტალურად სისტემებში არაჩახებულ ადამიანს დაამსვენი და საინტერესო. მაგრამ ცოტა სხვა კუთხიდან მინდა დაგანახოთ და თან კითხვა დავსვათ თქვენ ხო არ ეს და თქვენ ხო არ ხედავთ ამაში. ჩემი აზრით საზოგადოების როცა ვითხოვთ საზოგადოება რომ უნდა აშენდეს და უნდა ყავდეს და რაღაცა ამ საზოგადოებას თქვენ რაც დაასახელეთ ყველა პრობლემა ჩემი აზრით იქიდან რომ საზოგადოების მოთხოვნა არ შექმნილა ამ რაღაცებს. აი მაგალითად სამართლებრივი სახელმწიფო. რატომ არ არის როცა ჩაწერთ ვიდეოს TikTok-ზე ან Facebook-ზე რაღაც სამართლებრივ სახელმწიფოზე მე დარწმუნებული ვარ ის არანაირად არ გავარდება. არც TikTok-ზე, არც Facebook-ზე. როცა მე ჩაწერთ უსამართლოზე თუ რაღაც გახმაურებულ кейსებს აღეხება და ეგეთი გასაგები ემოციური პრობლემა ეს პარტნიორის პრობლემა ზოგადად მართლმადიდებლობის პრობლემა ეს ხო არ დამდგარა ეს უბრალოდ დავინახეთ მისი რადიკალურად ძიმე სახე ხო? რეალურ პრობლემებს წინახელისუფლების დროს ამ ხელისუფლების დროს მათ შორის რომ აი დახურული სხდომები რაღაცები აი ეს პრობლემა ცოტა ზუმაური გავხდეთ ამ ნაწილში. სერჟი პრობლემა ის არის რომ პოლიტიკოსებსაც და საზოგადოების უმრავლეს წევრებსაც საზოგადოებაში ესაკუთრებიან არასდროს დაუყარეთ. მაგალითად ისაც ჩვენ ვსაუბრობთ და შეიძლება რაღაც აკადემიურ ენაზე ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე ისაც უნდა გავდებარი იქნება საზოგადოება. აქამდე მაგალითად როგორც ხდებოდა თუნდაც ნაციონალური მოძრაობის პრობლემაც ეკო შემდეგ ახალი ხელისუფლების რომ თვითონ პოლიტიკა და ამ რაღაც თუნდაც მართლმადიდებლობის რეფორმა არ არის სახალხო საკითხი. ვითომ ყველაფერი ფუნქციაზე რომ რაღაცა უნდა განხილული იყო ალბათ სადაც ეწერებოდა დათმობრივი დოკუმენტში მართლმადიდებლობის რეფორმის როკადოდა რომ რაღაც საჯარო ჩართულობა უნდა ხდებოდა. საჯარო ჩართულობას გამიხდათ რაღაც ტელევიზიების ჩართულობას ალბათ გამიხდათ რაღაც სინამდვილეში სახალხო პროცესი არ მიმდინარეობს. არის რაღაც ელიტური პროცესები, რომელიც ძალიან კარგი ადამიანები მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დროს მე ვიცი ძალიან კარგი პროფესიონალების საქმის რაღაცებს აკეთებდნენ. მაგრამ ის რომ ვერკეთი არ არსებობს საზოგადოებიდან ზუსტად იმიტომ რომ საერთოდ პოლიტიკურ მართვას ეგ რა თქმა უნდა აწყობს რომ ეს მექანიზმი მე გამოიყენო რაღაც სისტემა აშენებს რომელსაც თვითონ რაღაც 20 კაცი 100 კაცი ამის მნიშვნელობა არ აქვს ფუნდამენტალურად საზოგადოებაში ეგ არაფერს აღწევს თუ საზოგადოების დაინტერესება არ არსებობს თუ საზოგადოების ჩართულობა არ არსებობს რაღაცები ტაბუირებულია მაგალითად პატიმრების საკითხი აი ფიჩაბის სტატუსი მახსენდებოდა ძალიან ხშირად რაღაც რამოდენიმე დისკუსიის დროს სხვა უსამართლო პატიმრებს რომელიც ტაბუირებული თემაა რომ რაღაც ქურდის დავუშვათ რაღაც ეს სულ მაგალითად შეგვიძლია ჩასმა ციხეში ავტომატურად კარგია რა მათ სამართლს ხო არ დავდივართ არადა ბევრი ოჯახი დღესაც ბევრი ოჯახი ამ ხელისუფლების დროს ადრე თუ სხვა პრობლემები იყო ეხლაც ბევრი უსამართლო პატიმარი გვაქვს იმ кейსებზე საერთოდ არ მიდის საუბარი იმიტომ რომ ტაბუდადებული თემად ითვლება მართლმადიდებლობის რეფორმა განიხილება და ამიტომ ჩემი ერთ ყველაზე მთავარი მოგებაც მინდა აი ამ თემებზე რაც დღეს ვსაუბრობ და ისი თქვა ჩემი ერთ სწორი იქნება სწორი ხალხამდე სწორი ფორმები ვიტანა არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებასთან ამაზე საუბარი და ჩვენი სტანდარტული ტრადიციული ფორმატებიდან გამოსვლის ძალიან კარგია ეს შეხვედრა ძალიან კარგია არ მიიღოთ იმას რომ ეს კრიტიკა არა ეგეთ შეხვედრებს არ გვაქვს ხოლმე ეგეც ფაქტია იქით რაღაც პროტესტთან ახლოს ყოფილი ხალხი ვარ და აი თქვენ კიდევ პრომეტი ყოფილიყო მაგრამ მოსულაში განხილვა უკვე კარგია მაგრამ უფრო ფუნდამენტალურია აი მაგალითად თუნდაც დღეს ახლა მეორე პანელი ისთან გვექნება არჩევნების საკითხი ამ ქვეყანაში რატო არ არის სენტიმენტი არჩევნების გაკალდება იმიტომ რომ საზოგადოებასთან აღარ რომ ის არჩევნების გაკალდება მის ეკონომიკურ მდგომარეობასთან მის სიღარიბესთან მის ყველა პრობლემასთან პირდაპირ კავშირში მაგრამ ადამიანს ეს არ არის საზოგადოების პრობლემა ჩემი აზრით საზოგადოება საკმაოდ განვითარებულია როცა აუწყდება ისინი რა თქმა უნდა დახურულ კარგს მიმა შექმნილი პოლიტიკების და განხილვების ამდენი წელია თუ რაც ყველაფერი კეთდება ნებისმიერი უმრავლესობა მათგანი სულ ხო დახურულ კარგს მიმა აი ხო ბევრი თქვენანი აქ გითხარით მათ შორის იყო პრობლემები მაგალითად აი თუნდაც კახაბენკის რეფორმაში პრობლემები ჩემი ახლა მე მარჯვენა ვარ ჩემი შეხედულებით სხვა პრობლემები იყო თუნდაც რაღაც შეფერმა ვიდეო მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაციის მექანიზმი იქაც ეგ იყო პრობლემა ხალხს არაფერი არ იყო ახსნა რა ხდებოდა ის რა ხდებოდა ეს ხდებოდა დრო არ იყო
ამიან ყოველ შეიძლება გამართულში ქართულს როდესაც ვიხარ რომ ის რა ეკადრო არ მქონდა ამ რაღაცების ცნების გასაგებია აპორტალოგატის მიმას სხვა თუ ტექნიკურად რაღაცებს შევდივართ ყველა შეუძლია ეგ თქვას მაგრამ უდიდესი პრობლემა ის არის ჩვენ რატომღაც გონია რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ამისთვის მზად და თან პერსპექტივა აქვს რა შეგვიძლია იქ მივიღოთ თავრობაში განსაკუთრებით განვახორციელოთ იქ ვიღაცა და მათ შორის მართლმადიდებლების რეფორმაზე ისევ აპელაცია მიმდინარეობდა რომ ჩვენი ევროპელი და დასავლური კოლეგები ვერ მიხვდნენ თუნდაც ჯარის რეფორმაში რომ ეს ზეწოლას ანუ ჩვენი პრობლემა კიდევ ერთი დიდი უფრო გლობალურად დავშლი რომ ჩვენ ეხლა დასავლეთიდან შველას მაინც რატო ვერ და ძალიან ჭირია ეს ძალიან კარგია თუმცა კი არა დასავლეთის დახმარება თუნდაც რეფორმებში სწორ რეფორმებში თუნდაც ამ პროტესტში ეს უნდა იყოს არა ძირითადი მექანიზმი არამედ ერთ-ერთი დამხმარე ძირითადი მექანიზმი იყო საზოგადოება ანუ ანუ პოლიტიკოსებმა უნდა იყოს სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური სისტემა როგორც არის რატომაც არის გასაგებია რატომ პოლიტიკოსები ამას არ ახორციელებენ რომ ფიზიკურად არ აქვს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები ფიზიკურად არ არსებობს დემოკრატიული პროცესები პარტიებში მაგრამ დღეს რა გაგოსხმობს მაგალითად 3-4 წესიანი სიტუაცია ჩემი აზრით ფუნდამენტალურად გაგოსხმობს პირველ რიგში ის რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ შორის ვინც აქვს ფედერალი უკვე ჩაერთო პოლიტიკაში და ამის აუცილებლობას ხედავს და თქვენ უკვე შეგიძლიათ და ჩვენ ყველას შეგვიძლია რომ ჩვენ თვითონ ვილაპარაკოთ ეს არ არის აუცილებლად პოლიტიკაში მივიდივართ ანუ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ და მეორე პარტ შესაძლებელია ვილაპარაკოთ დღეს სოციალური ქსელებით და პირისპირ შეხვედრებით საერთოდ პოლიტიკური ამბავი პირისპირ შეხვედრები არ დადიან მაგრამ მე აუცილებელია შემეცნებოდი ანუ დღეს გვიჭირავს მედია რესურსი რომელთაც ამის გატანა საზოგადოებასთან უფრო მეტად შეგვიძლია ვიდრე იყო აკანა მაგალითად რა ვიცი მე ბოლომდე მისწვენი ვიქნები 2022 წლამდე 21 წლამდე ძალიან ძიმედ თუ მოხდებოდი თუ საერთოდ რეკომენდაცია არ ქონდა რაღაც ტელევიზიებში და მედიაში ხო ეგრე იყო სანამ აი როგორც ახლა დამოუკიდებელი ონლაინ მედიები და პლუს დღეს უკვე ინდივიდუალური პეიჯი შეიძლება მაგრამ ეს თქო მოიხოდოს წყალებზე შეიძლება ნებისმიერ მედიას ჯობდეს ხო რაღაც რამდენიმე თვეში აქ ჩვენ პატარა ექსპერიმენტს ვატარებთ ჩვენ პირად პროფილებზე ხო 15000 ფოლოვერი ყავს რაღაც 2-3 თვეში ხო ანუ ესე შეიძლება დღეს ეს ნომენკლატურაც კარგად შეცვალოს ამისთვის ჩემი აზრით მოკლედ ჩემი აზრი ის იყო რომ უპირველესი ბერკი რეფორმების ცვლილებების თვალს შემდეგ თუ არ იქნება საზოგადოება ვერანაირი კარგი მთავრობა ვერანაირი კარგი ევროპული პარტნიორები რომელიც ხედავენ საჭიროებას ან ვერ ხედავენ რომ მაგალითად ვერ აიძულებს სწორედ ხედავენ ისინი ხედავენ როგორც ხედავენ თუ ეს არ იქნება არ არსებობს ბუნებაში ის რომ რაღაცა მაშინ რაღაცა კარგი დამხმარება ძალიან იღბლიანი უნდა იყოს მოკლედ რამოდენიმე ხელისუფლება უნდა დაგაკეთოს ძალიან კარგად უნდა განახორციელოს და ასე კოდა მე მგონია ეგა ჩემი ასეთ როგორც ეხლა რაღაც ისაუბრეს სახელმწიფოს და ისაუბრეს დიაცელი რომ თქვენს თუ გეკნებათ სული ამაზე საუბრის და თუ გეკნებათ სული რომ ეს თან მე ამის ადამიანურზე თუ ნახავთ ჩვენ კონტენტს მაგალითად რა ჩვენ ვთქვით რთული ეკონომიკური და ასე შემდეგ თემები გადავიტანოთ მარტივ ადამიანის გასაგებ ენაზე. თქვენ რომელიც ისაუბრეთ. აი მაგალითად გუჟი სოფოს ვიდეო, რომელიც ჯანდაცვას ეხება, ასე ვთქვათ, პირდაპირ, მაგრამ საუბრობ რატომ რაღაც კიბოს აქ დაუსვეს მესამე სტადიის კიბოს რაღაც დიაგნოზი, ჩავიდა ევროპაში და სხვა რაღაც ოპერაცია დაუკეთეს. აი ესეთი ახსნა თუ ადამიანი გადაინახავს მას რა არის მართლმადიდებლობის მართლმადიდებლობის რეფორმა იმის რომ ქვეყანაში იცხოვროს იმიტომ რომ მართლმადიდებლობა სასამართლო არ შეეხება არავის უზარმაზ და მე არ ვიცი ამ ტერმინს შეიძლება მაგრამ ხო ხდებით რატომაც არ ფიქრობდა სტიგმატიზირებულია მაგალითად მართლმადიდებლობის ამბავი ეხლა ვიღაცა რომ მართლა დააშავოს და შეიძლება ადამიანი მართლა დააშავოს იქ უკვე სტიგმატიზირებულია ის რომ განუცხადა ადამიანს ამ დასამართლოს სწორედ მიუსაჯა თუ არ მიუსაჯა მაგალითად ხო ის არც ის ადამიანი იყვნენ ამაზე ოჯახი გულისხმობ და ასე შემდეგ პოლიტიკურ თემებში როცა ეხლა დიქტატურაზე გვაქვს საუბარი სხვა პრობლემა უბრალოდ მე მგონია რომ ეგ არის მნიშვნელოვანი და თუ ამაში რაღაცა ეგეთი შეგვიძლია რაღაცების კეთება ის საუბრის პლატფორმა უნდა დაერგოს და თუ შეცდომით უყურებ ამაზეც პასუხს მოვისმენთ თქვენ და მე თქვენ შეგინდან იცით და აკეთებთ ამერიკანი ამ საქმეს მე ვთქვათ როგორც დილეტანტი შორიდან იცით ძალიან დიდი მადლობა
ვაჭრე გულს უნდა პატარა გამოხმარო, უბრალოდ მანამდე ვიტყვი მე რაღაცას რომ არც შეიძლება რაღაც ნაწილს გარკვეული თემები ტაბუირებული აქვს არ ვიცი, მაგრამ აი სტატუსი რაც წამოდი მე მაგალითად მას ძალიან ამ სტატუსს ძალიან არ ვეთანხმები, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ თუნდაც მართლმსაჯულების პრობლემაზე, ამას რომელიმე საქმის კონტექსტში არასდროს არ ვამბობდით. ანუ ამას ვამბობდით ზოგადი პრობლემის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს პრობლემა ნებისმიერ საქმესთან მიმართებით შეიძლება ამგვარნილიყო. ის რომ სისტემა არ ვარგა და დამყალი არის, ამას იმიტომ არ ვლაპარაკობდით, რომ პირობითად მუცდის ადგილი მე მინდა ან რა ვიცი მოსამართლეობა მინდა ან ასე შემდეგ, ხო? კანონიერი ქურდის საქმე იქნება თუ ნარკოტიკის საქმე იქნება თუ რაღაცა აქციების საქმე იქნება თუ ასე შემდეგ, წლები ამაზე მაგიტომ ვლაპარაკობთ. სანამ აქამდე მოვიდოდით ამ საქმეებზე, წლები მართლმსაჯულების რეფორმაზე ამიტომ ვლაპარაკობთ. მე მაგიტომ ძალიან არ ვეთანხმები მაგას, რომ თითქოს ვიღაცა რაღაცას ტაბუს ადებდა რა. წლები თავი იყო ამაზე გადაკული და აი ამ პრობლემაზე მაგიტომ საუბრობთ და ნუ ლამის გიჟება ვიყავთ შერაცხული, რომ ნუ აბა ეს არის ამ ის რა ქვია გამართლებელი განაჩენები გამოდის და კი მაგრამ ანუ აქ იმას ამ ხალხს ხო არ იჭერენ და ასე შემდგაც ნუ ან ამას ცოტა სხვანაირად ცოტა ცუდად ვიტრიალებდი, მაგრამ აი ეგ არის ჩემი თემა, რომ არავის არასდროს არ შეგვიზღუდავს თავი იმაზე, რომ პრობლემური кейსები რაც იყო ამაზე ამბობთ არასდროს მე ვხედავ ეს და კიდე ძალიან ბევრი ადამიანის მათ შორის საია ასე ვთქვა ძალიან ბევრი ხარ თუ ძალიან კარგი საქმეებს აკეთებდა. მე რას ვამბობდი რომ ეგ საზოგადოებასთან ანუ ამას ვამბობ საზოგადოებრივი პასუხი მათ შორის ჩემი აზრით მედიის ბრალანსი ხო და ის რომ ეს კომუნიკაცია სწორად ამბობს საზოგადოებრივი ჩემი აი გიჟებადაც მაგიტომ ხო ვიწოწრეში რჩება ეგ თემები რჩება ვიწოწრეში რომ ის საქმის უამრავი საქმეა ხა არასათაურო სექტორს და ყველაფერად და მეც ვიცი ამდენად ეხარა საბჭომ გაწედა აქამდეც მაგას არ ვარკვირი როგორც ეგ არ თუ ეგ დასაკავებდა არა აბილებს ნაწილში ვამბობ ვერ გადიოდა იმის საზოგადოების ხარჯში მადლობა გამოხმაურებისთვის და მაგით აი მაგრამ პერფექტა მაგით დავიწყებ საუბარს წლების განმავლობაში ეს რეფორმები ძალიან ექსკლუზიურად ჩაგდო წრეში იყო დანახული და ერთადერთი როგორ შეიძლება კარგი რაღაცა ამ დამძიმების ამ პროცესების დამძიმების ერთ-ერთი გვერდითი დადების ეფექტი ის არის რომ უფრო კრიტიკულად დაინახა დიდმა ნაწილმა საზოგადოებისა მნიშვნელობა ამ თემების ხო და საჭიროება იგივე დამოუკიდებელ თავისუფალ სასამართლოს რა კი დიაგნოზებზე არის ლაპარაკი ერთ პატარა დიაგნოზზე მეც გავაკეთებ აქცენტს წლების განმავლობაში ქართული სამოქალაქო საზოგადოება იყო შერაცხული და ამასაც ჩვენი საერთაშორისო დასავლელ პარტნიორები ძალიან ძლიერად ხო რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან ძლიერი და ამ შეფასებით მე ყოველთვის მეშინოდა და უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცნაირად სამოქალაქო საზოგადოება მე ცოტა სხვანაირად მესმის სამოქალაქო საზოგადოება ამ აღქმაში იყო დაყვანილი ძლიერ NGO-ებზე მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო არის ხო და გიორგი მახსენა თავის მოხსენებაში ამდენჯერმე რუსთაველზე დაბადებული სამოქალაქო საზოგადოება ხო? ჩემთვის ასე ახლიდან გაგებული, ესეთი გაგებული სამოქალაქო საზოგადოება უფრო საინტერესო, უფრო ზუსტი არის, რომელიც არ შემოიფარგლება, თუნდაც ძალიან ღრმა ექსპერტული ცოდნის რამდენიმე NGO-ით, ხო? და სამოქალაქო საზოგადოება ჩემთვის მოიაზრებს მათ შორის პროფესიულ ჯგუფებს, არ ვიცი, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს თუ უბრალოდ მოქალაქეებს არანაირი ორგანიზაციული affiliations გარეშე, რომლებიც უფრო აქტიურები არიან და დღეს უბრალოდ ეგ ხდება, რაც გონია რომ კარგი ნიშანი არის, რომ ასეთი ფართო ჯგუფების მხრიდან არის უფრო მეტად დაკვეთა იგივე თავისუფალ სასამართლოზე იქნება თუ სხვა დემოკრატიულ ინსტიტუციებზე, ხო? და ზუსტად ეგ უფრო აძლევს ძალას მე ეს დაკვეთები რომ არტიკულირდეს და გადაიქცეს პოლიტიკურ პროექტებად, ხო? იმიტომ რომ შენ რაც ახსენე რომ ეს დასავლეთთან კომუნიკაცია ქართული სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი დიდი სისუსტე ნამდვილად იყო ეგ რომ ისინი ძალას უფრო მეტად ხედავდნენ არც ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, ვიდრე ის რომ ქართული საზოგადოების ჯგუფების ინტერესები წარმოეღოთ და დაეყენებინათ პოლიტიკურ ველზე, ხო? იგივე სასამართლოსთან დაკავშირებითაც ჩვენ უფრო ხშირად მაგალითად კრიტიკული თუ არ ნამდვილად არავისკენ არ ვიშორხებს, ჩვენს უფრო ყოველთვის როგორ ვთქვა ძლიერი არგუმენტი იყო ის ვენეციის კომისია რას იტყვის, ხო? რაც ბუნებრივიც არის რაღაც გაგებით, იმიტომ რომ პროფესიული სფეროა ძალიან ვიწრო ჩაკეტილი, მაგრამ მეორე მხრივ თუ კი არ აშენე მუდმივად ადგილობრივ დონეზე ნდობა, საჭიროებები და ასე შემდეგ, ხო, ამ მოთხოვნებს მე შესაძლებელი ბუნებრივი არ იქნება დიდი ძალა. და ალბათ ხო ეს ერთ-ერთი გაკვეთილი ეგეც არის მათ შორის ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც, ორგანიზაციებისთვისაც, NGO-ებისთვისაც, რომ მათი ძალა მათ შორის ხო ადგილობრივ დონეზე დგას პირველ რიგში და არა დასავლურ ინსტიტუციებში თუ დედაქალაქებში.
აი დავუხმოთ დიდი ხანია. ძალიან. პირველში ძალიან მადლობა ამას ძალიან საინტერესო ექსკურსისთვის სხვა სამყაროში საკანონმდებლო იქნება თუ ის რაც თქვენს მიერ იქნა წარმოჩენილი. ბევრი რაღაცა ისეთი არის, რაც ვფიქრობ, რომ ადრეც გვიფიქრია ასეთი საკითხები, უბრალოდ რაღაცა სხვანაირი საინტერესო პრიზმიდან და კუთხიდან დაგვანახეთ ეს პრობლემატიკა და ჩემი კითხვა უკავშირდება შემდეგს. მე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წევრს მაინტერესებს აი იმ ფუნდამენტალური ნებავთ რეფორმების თუ სახეცვლილი რაღაცა მექანიზმების და სისტემების შექმნაში რა როლი შეიძლება გქონდეს აი ესე ერთ რიგით მოქალაქის რომ ქმედითი იყოს ჩემი ჩართულობა და ვხედავდი რომ ერთის მხრივ ეს უკავშირი არ იღებოდეს რაზეც თქვა ილია საუბრობდა რომ ამ პროცესების მიღმა არ ვიგრძნო თავი და მეორეს მხრივ რაღაცა ჩემი მოგზაურებული კომპეტენციის თუ ცოდნის ფარგლებში რაღაცა ლებდა შევიტანა ხო წვლილი ამ საქმეში. და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბოთ იმგვარი საზოგადოება, რომელსაც აღარ მოუწევს ერთის მხრივ ანსამბლეების შექმნა იმისთვის, რომ კარდინალურად გადავტეხოთ სიტუაცია უკეთესობისთვის, ან გამუდმებით ვიღაც ამბობს თვეებზე და მე უკვე გამოსცემობ წლების გულის გარეთ ხო ამ საპროტესტო მუხტის შესანარჩუნებლად და უბრალოდ აი ამას უკავშირდება, ანუ გასაგებია თქვენ ძალიან კაფეოდ ჩამოვაყალიბოთ რეფორმები, მაგრამ როგორ შეიძლება აი ამ უკიდურესად კრიზისულ სიტუაციაში, სადაც ერთის მხრივ უზურპირებული არის საკანონმდებლო ხელისუფლება, მეორეს მხრივ აღმასრულებელი, ხო რომ აი და კიდევ პლუს კიდე ეს წნეხის რაღაცა ბერკეტები და ტექნოლოგიები არის, ხო რაზეც თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდოთ, ხო ეს ჩართულობის მექანიზმის საშუალება, აი თუ შეიძლება რომ ამაზე გამოსცეთ პასუხი და ერთ რაღაცას კიდე დავამატებ, ამას წინათ რამდენიმე სხვა არხზე სატელევიზიო საერთაშორისო არხებზე და შემდგომ უკვე X-შიც და Facebook-შიც ვნახეთ ძალიან საინტერესო გამოხმაურებები აშშ-ს სამხედრო ესტაბლიშმენტის გარკვეული რაღაცა ესეთი წადილი არის თუ გნებავთ გეგმა რომ ის დოქტრინა რომელიც აქამდე არსებობდა და ეფუძნებოდა თავდაცვის სამინისტროს გარშემო რაღაცა მექანიზმების შემუშავებას ეხლა საუბრობენ იმაზე რომ თავდაცვაზე კი არ ვისაუბროთ, არამედ ომზე ვისაუბროთ და ამის ირგვლივ გავაკეთეთ კონსოლიდირება აზრის. ანუ დიამეტრალური ცვლა ხდება იმისი რაც ფუნდამენტალურად ასე ვთქვათ ეფუძნებოდა თავდაცვას და საერთოდ გვაქვს თუ არა რამე დოქტრინა სამხედრო გნებავთ თავდაცვის დღეს როცა არ არსებობს მექანიზმები, არ არსებობს ის კომიტეტი, ხო, რომელიც წლების მანძილზე ამ საკითხებზე მუშაობდა და ხშირად კრიტიკის კანცელშიც ვახვალდით. მოგეთ აი ეს არის ჩემი შეკითხვები. დიდი მადლობა. როგორი მე დავუთვალე როგორც მასპინძელი მე შევაჩამებ. კი, თქვენ კითხვა გქონდათ თუ შეიძლება ბარემ დაუსვით და გაგცემენ ერთდროულად გაგცემენ. რამდენიმე კითხვა აქვს თითოეულთან, რა ვიცი, ესე წარმომიდგენია პანელი და დისკუსია, რომ ჰორიზონტალური იყოს პირველ რიგში. იმიტომ რომ არ ვიცი, იერარქიულ სისტემას ხედავთ, მე ვარ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ანსამბლეიდან, არ ვისაუბრებ იურიდიული ტერმინებით, უბრალოდ ჩემი კითხვა გაბარი მიხვდებით, ხო, რომ აი პირველ რიგში ჩვენ რო ვიყოთ ჰორიზონტალური წინ გადადგმული ნაბიჯი. და არა ესე რომ რაღაცა მართლა ლექციაზე მგონია თავი მიხვდეთ, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღეთ თქვენგან. პირველი რა კითხვა თქვენდა, თქვენთან მქონდა მაშინ ვერ მკითხეთ. აი სამართლებრივ სახელმწიფოსაც მე რომ მკითხოთ ხალხ შეუწყოს მაგაზე პასუხი მაქვს, მაგრამ თქვენთან აი თავდაცვის მიმართულებით, აი ეს პოლიტიკა რო გავატაროთ მასების ქცევის შეცვლისთვის, აი როგორ ხო რომ მასებამდე მივიტანთ ინფორმაცია, მოვთარგმნოთ ხალხის ენაზე. კანონი რო ყველას ეხება, თქვა თანაბრად ან ობიექტურად რო არ ჩაერიოს პოლიტიკოსი მაგალითად იმ ოფიცრის საქმიანობაში აი ემოციური ინტელექტის სტიმულირება ძალოვნებში ეს შეცვლის თუ არა თქვენი აზრით იმ სტრატს აი ძირითადი სამართლიანობის პრინციპს აღვადგენს თუ არა თქვენში ეს ერთი კითხვა თქვენთან რომ მიხვდეთ რატო ჯობია ჰორიზონტალური მეორე კითხვა მაქვს თქვენთან აი დემოკრატიზაციის ნარატივზე როცა ვსაუბრობ, მე ძალიან პატივს ვცემ თქვენ რომ ესე გაანადგურებთ ხო ნეოლიბერალურ ნარატივს, ну, მესმის, იმიტომ რომ არის იქ ძალიან დიდი მინუსები, ხო, ახლა ცენტრისტები იყოს და მომართლეები იყოს,
საერთოდ, მაგრამ კონტექსტი ესეთია, რომ პარეტოს პრინციპი არსებობს 20% ქმნის ამ დინებას და როცა ვამბობთ, რომ არ არსებობს, თქვა ოცნების პოლიტიკით არაფერი არ მოხდა, როგორ არა, ხო თქვენ ძაღლში თუ გახსოვთ, რომ ის რუსეთის თქვა პოზიციონირება საერთოდ იგნორირებულია. აი რუსეთის არსის მე ნავალნი მოკლეს, მაგრამ მაინც რაც ხალხს აქვს რა რუსებს ილუზია არის, რომ უფრო სამართლებრივი სახელმწიფო გონიათ თავი, ვიდრე ჩვენ. აი მაგალითად მარკეტიზაცია რო დავიწყოთ რომელიმე ნარატივის, ხო, ანუ მოვთარგმნოთ ხალხის ენაზე და აქტუალური იყოს რაღაც სამართლებრივი, ხო? აი 90 ეხა 18-21 მინიმუმ საქართველოს რო ქონდა აფხაზეთზე და ოსეთზე სამართლებრივად უფლებები, ეს ინფორმაცია რო გავავრცელოთ, ხო, TikTok-ში, მნიშვნელობა არა ქართველებმა რო ვიცოდეთ ან რუსებმა და მე აქ რუსები რო ჩამოდენ იმათ რომ მივაწოდოთ, ეს არის გზა. ანუ რედაგირებულია უკვე იცით აი სახის გამომეტყველებები არის ზუსტად ეს ემოციური ინტელექტი. ანუ დემოკრატიზაციის გზა მომზადებულია. ხო, თავარი არის რომ დინება შეიქმნას, რომ მე გავერთიანდეთ. აი ისევ მისკენ არ მიმართული ხელისუფლება როგორ შეიცვალოს, რა თქმა უნდა შეიცვლება და ხო შეიძლება ეს ემართლა საუკუნეებით იგივე ადამიანები იყო, მაგრამ პრინციპი ის არის, რომ იქ რაც გაკეთდა იმ ნარატივს, რომ დინების სახე ჩვენ მივცეთ, აი 80%-მა სამოქალაქო საზოგადოებამ. აი ეს მოსაზრება მაქვს და ამაზე მაინტერესებდა თქვენი აზრი და რაც შეეხება თქვენ ბოლოს რეფლექსია თავიდან ბოლომდე თქვენ საუბარზე, იმიტომ რომ ადამიანური ენაზე საუბრობ მგონია, ხო? თუ გავუგებროთ ლაპარაკობ, გითხეთ და უფრო იურისტებს სხვა ტერმინები და ჩვენ სხვა და აი დიაგნოზა მიმართებაში 2007-8 წელი იყო და ვიყავი ბაქოში და იყო ინტრაკულტურული დიალოგებაში ძალიან რთული იყო მოხვედრა რა, მე ფსიქოლოგი რა აქტივისტი ვარ და მოკლედ ჩემთვის ძალიან ახლოს თემა, ანუ ახლოს იყო უფრო მენტალობა რა, როგორ მასების ქცევის კორექციაზე მუშაობ დღესაც და აი თქვენ ქალთა გაძლიერებაში გვაქვს რაღაცები გაკეთებული 10 წელი. ხოთიშორს აი ნარატივი რომ ქართველებში თანასწორობა არ არის და ხერპლები ვართ, არ გავყევით, რო იწვეთ. იგივე სიღარიბეზე თქვენ რო თქვით, რომ გაჭირვებათ ვაქციოთ სიღარიბეს, პოლიტიკები რომელიც ცოდნებია, რასაც გვაწვდიდნენ. ჩვენ კულტურაში სხვა გამოცდილებები იყო და რაღაცები გამოგვივიდა, ეს თქვა ქალთა გაძლიერება გამოგვივიდა, მიხოს იმისა, რომ ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკური ნება იყო, აყვა უფრო მაშინ თავის დროზე მიიწერა რაღაც ისინი ბენეფიტები, რომ რაღაც გამოვიდა, ხო, სამოქალაქო თალკე აქტიურა საფუძვლის სერვისებიც აიწყო. ხო და 2007-ში ჯერ კიდე არაფერი არ იყო თქო მაგის მომიდა, მაგრამ რა იყო? ბაქოდან ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნუ ეხაც აქტივისტია, ესეთი რაღაც მითხრა, რომ თუ სომეხი იყო, მოკლედ უფრო არის ახლა შოვინისტურად გამოდის, მაგრამ ნუ ჩვენ შორიდან როგორ ვხედავენ ქართველებს, რომ თქვენო ხართო წაგებული ომის ხალხიო. ანუ დამარცხებული ტვინი გაქვთო რა და რომ ვისმენ და სულ რომ მართლა ვიღაცისგან დახმარებას ვითხოვთ, აი ეს ევროპელი ქართველები ვინც ახლა გზა იყო, იმიტომ კითხეთ საიდან ხართ ორგანიზაციად 26 მაისი ბელენში იყო შეკრება და ასამბლეიდან ვიყავი და ვუთხარი და იქაც შევთავდით, რომ გზა იყო და არის რომ ვიღაცა მაინც შეინარჩუნოს რომ ხერხლის აზროვნება არ ქონდეს. ანუ პასუხისმგებლობა იყოს თვითონ თავისთავად. რომ ვიღაცას კი არ თხოვოს რომ მოდი ან მაპოვნე გზა, ან მოდი შენ გააკეთე ან რაღაც. აი ეგ არის დიაგნოზი ჩემი დასწავლილი მოწვევის ქართველობის, რომ ეხა აქვს ხედვართ და ჩვენ რო ვართ ვინც უნდა გააკეთოს ეს და შევცვალოთ ნარატივი, ამის გააზრება ძალიან გვიჭირს. მე უხერხულება, მაგრამ ჩემი პროფესია ესაა და აი მის თქვა მინდოდა და ხა რეფლექსია მე რაც გკითხეთ, თუ ფიქრობთ რომ რედაგირებულია გზა, მომზადებულია ნიადაგი, თქვენ რომ ბლაინდ სპოტები თქვით, ბლაინდ სპოტები არის დისკრეციის პრინციპი, ანუ მაგით ვმართავთ ჩვენ შიდა უსაფრთხოებას. ხო ხა კი შეიძლება არ მოგწონთ და მეც მირჩენია რომ მივყვეთ ხო რაც მუშაობს იმას, მაგრამ ქართველები ვართ და აი ეს სიღარიბე კი არა და ჭამასმა და პოტრიალი არის ნარატივში. აი ეს საფრთხეების გაანალიზების უნარის რო გამქრალი გვაქვს მეტნაკლებად და ის ომის დროს შეიძლება ჩავსულიყავით მდინარეზე და რაღაც დასვენება დაგვეწყო ხო რაღაც ხო ესეთი საჭიროება ბიოლოგიური, როცა ძალიან ღიად ხედავ, რომ მოგერევა, შენზე ძლიერი ხარ, მარცხენა ჰემისფერო ინარჩუნებს, ანუ ფიქრს ისევ აგრძელებ, მაგრამ შეიძლება რომ შეგხედოს ვიღაცა გახევებული ტიპი იყო ესეთი და უმოქმედო, მაგრამ გადარჩენის პრინციპი ეგ გვაქვს რა, ანუ ამით გადავჭით სულ რომ მუდმივად კონფლიქტური გარემო გქონდა და ამიტომ აი ძლიერობაში რომ შევაჯაო, მე ვფიქრობ, რომ აქ იმისთვის ვართ, რომ აი ეს რო საუბრობთ დემოკრატიზაციაზე, შევქმნათ იდეა, რის გარშემოც გაერთიანდება მასები, ზუსტად ის მასები, რომელიც საერთოდ სიტყვის მნიშვნელობასაც ვერ გაიგებს, რაც მოპარაკობ, მე მოვთარგმნოთ ადამიანურ ენაზე და გავავრცელოთ ნარატივები და
ჩემი აზრით, რაც გასავრცელებელია, უკვე კითხვების მიღმა, რასაც ვფიქრობ, არის რომ საქართველო გაერთიანდეს, იმიტომ რომ როცა მიხვდება რუსეთი, რუსი ბლოგერები ამაზე საუბრობენ, რომ ჩვენი ტერიტორია იყო აფხაზეთი და ოსეთი. გამოდის რომ აი როგორც ჩაუვარდა მოვასწარით და 3 წელი მოვასწარით, თქვათ სახელმწიფო შექმნა. ზუსტად იგივე პრინციპით მოვასწრებთ. ეხლა რომ აქ რუსები ჩამოდიან, გაიგონო ჩვენ ტერიტორიებზე ლაპარაკი. სამართლებრივად ჩვენ ტერიტორიებზე, რომ ილუზია აქვს, რომ პუტინი რაღაცა ის არის ავტორიტეტი. მოკლედ ჩაჭერა სიღარიბეზე და იმ განათლებაზე, რაც მივიღეთ ახლა გენდერის კვლევებით და რაღაც რომ მსხვერპლები ვართ და ისეთ არ გამოგვიყვება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ოცნების პოლიტიკა არის, რომ კარგად არის და ფული როგორ აკეთოს და მე რომ გითხოთ კორუფცია და ხმა რომ არ გაყალბდეს არჩევნები, მაგაზე უფრო ჯობია აქცენტირება, ვიდრე იმაზე, რომ აი პროტესტი და კიდე პატარა ბავშვებით გავებუტოთ. აი თელის ხელიდან არ ვიტყვია, რას ვფიქრობ, ორი მეუბნებით ისე დავწხედით. რა ვიცი, მიპასუხეთ თუ კითხვებში, რა ვიცი, გარკვეულობა იყო თუ არა და მე ვიმსჯელებთ ხოლმე სფეროს სიგნალში ვიყავი. მეც ვიყავი ხო გამახსენე. ბატონო? მე შეხომეს ვიყავი. ნებისმიერი გააზრებული სამხატვრო ეგ ამილების ტიპა 1500%-იანი ყველა ამბობს იმას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. იმიტომ რომ პრინციპში რადგან შეკრებილები არის სწორედ იმიტომ რომ გვაინტერესებს განსხვავებული აზრები რომ დავიწყოთ ფიქრი, ხო? გვაქვს გადასაწყვეტი ეს რეჟიმი, დღევანდელი დისკუსია და ყველა აღნიშნეთ ეს რომ აიხებოდა იმას, ესენი რომ შეიძლება რას ვაკეთებთ მერე, იმიტომ რომ ეს კრიტიკული არა მარტო მერესთვის, არამედ დღევანდელობისთვის ბევრი ადამიანს უკვე ახსოვს რომ სამჯერ გამოცვალა ხელისუფლება და თქვენ რასაც ამბობთ, ეს ციკლი გაუთავებოდ არის, მოდიან რაღაც დაპირებები და მერე ხდება ავტოკრატია. ანუ როგორ გადავაზღვიოთ თავი ამისგან და იმავდროულად რა სისტემები ვართ კი მზად რომ აი სისტემები დავნერგოთ, იმიტომ რომ ის რაც მოხდა მაგას მართლმსაჯულებაში, როცა ავტონომიურობებით მიიღეს ამან თავის შედეგები გამოიღო და კაცმა არ იცის იგივე რომ მოხდეს თავდაცვაში. თქვენ მაგალითად შეიძლება იქაც არ იყოს ნაკლები რისკები და ანუ ეს ყველაფერი სისტემურად გადასალახია. ყველანი ამბობდით როგორც მომეჩვენა ყოველთვის ესე ყველა საუბრობდით სისტემურ პრობლემაზე, ფუნდამენტურ პრობლემაზე, ბევრი ტერმინებიც ჰქონდათ, რომ გვაქვს სტრუქტურული პრობლემები, თან თქვენ ამბობთ ფუნდამენტურ საუბრობთ, სისტემურად არის პრობლემა და არა თქვა ფასადურად ამას ვერ უშუალოდ. გამოსავალსაც დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ყოს 5 ფაქტორით გაშლა განზომილებაში ამ პრობლემის. ჩვენ როგორც ხედავთ არის ის რომ დაიწყოს ესეთი ვერბალიზაცია, შეგროვება ჯერ ყველა იმ გამოცდილების რაც იყო, იმიტომ რომ დემოკრატიზაციის და ვესტერნიზაციის მოდელი რომელიც იყო, ეგრე პროგრამა გამოვიდა იმაში რომ საგარეო პოლიტიკა იყო დასავლეთო შიგნით რუსული პროვინცია იყო თავისი არსი. და ის რომ ჩვენ მაშინ დასავლეთში მივიდოდეთ, პუტინის დასავლეთში მიდიოდა ადრეულ რევოლუციაში. საბოლოო ჯამში ამ სისტემამ თავისი თავი გვაჩვენა რომ არ არის მიგრანტი. თუნდაც ის რომ არ არის ნდობა, ხიჩატრახილობა, უკვე იმას არ დავიცა, მაგრამ ერთ-ერთი ადრეული იმაში 90-იანში ნდობაზე აქვს. ასამბლეის იდეა იყო რომ ნდობის ხიდების აწყობა არ გამოვიდეს ნდობის ხიდები ისე როგორც წარმოგვიდგინეთ. აი თქვენ შეგიძლია თქვენ მე თქვენთან მაინტერესებს 30 ადამიანი მაინც, იმიტომ რომ სამედიცინო ჯგუფის ასამბლეაში არ აქვს სამედიცინო, იმიტომ რომ ვერ შეგროვდა ასე ადამიანიც კი. იცით როგორ არის? ეს უბრალოდ მე ჩემსაც ვიტყვი გავჩვენები და ამიტომ ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ნდობის ჯაჭვების აწყობა, რომელიც არ ეწყობა, ანუ მაგალითად ჩვენ გქონდა ის რომ 100 დაშვება გქონდა ის რომ 100 ადამიანზე ერთი ადამიანი გამიშტება, რომელიც თავის გარშემო სამშტა რო არა, იმიტომ რომ დამბერის რიცხვი ავიდეთ, კიდე დაბალი რიცხვი. 33-ზე ერთის პოვნაც კი რთულია. საქართველოში იმდენად მოშლილი არის ნდობის მექანიზმები და აი ამ ხა კითხვა არის უკვე ესეთი რომ ჩვენთვის მაგალითად ჩვენი პოზიციაა რომ დავიწყოთ ეს პატარ-პატარა ჯგუფებთან სხვადასხვა მიმართულებით აი ამ სისტემებზე მუშაობა, რომ სადგან სისტემური პრობლემაა.
თქვენ როგორ ხედავთ ამ გენერალურ გზირებული თუ კითხვა ყავს თქვენ როგორ ხედავთ რას როგორ გამოიდგენიათ იქნება უკეთესი აი ამ სისტემურ პრობლემაზე მუშაობა ეხლა ამ მექანიზმზე ვაკითხულობ და არა როგორ პასუხები რა პროცესი მას შედეგი უნდა წარმოიდგინოთ როგორ წარმოგიდგენთ პროცესი რომლის შედეგადაც ამ სისტემურ პრობლემებზე იქნება მსჯელობა და პასუხების ზრდა ეს არის ჩემი კითხვა მადლობა ვერც ამ ვისაუბროთ კიდე ვერც ამ ვისაუბროთ კი ბატონო ცალკე ვისაუბროთ მზადვარდნი ალბათ შეგვიძლია მაგას შემდგომი სესია რაც იქნება იქ ალბათ გავაგრძელოთ მაგაზეც საუბარი რადგანაც დიაგნოზზე ვსაუბრობთ მოდი სპიკერებს მივცეთ შესაძლებლობა რომ ის კითხვები რაც დაგროვდა და ის ამას უპასუხოთ და სამწუხაროდ ჩვენც გარკვეულ ანუ შემდგომი სესიაც ველოდება იქაც უნდა გაგრძელდეს საუბარი არ გვაქვს განუსაზღვრელი დრო ამიტომ მაგიტომ ამბობ სამწუხაროდ ხო რომ ბევრი დრო არ გვაქვს თორე ჩემთვისაც უკეთესი იქნება და უფრო მეტი დრო გქონდა იმიტომ რომ თუნდაც იმევა მარცხაჯულების საკითხებზე რომ ვსაუბრობთ შეგვიძლია ამაზე რამდენიმე დღე ვისაუბროთ ხო და გურუსმოვე 15 წუთში ისაუბრებთ და მე მგონი აქ სამწუხაროა რომ შეზღუდული როგორც კარგი თამთა შენ დაიწყებ თუ როგორ დავწერთ კი ანუ ძირითადი კითხვა მგონი მაინც იმაზე იყო რა არის ეს პროცესის სტრატეგიები რითაც საზოგადოების მობილიზებას შევძლებთ ან დობის ჩაჭვების აშენებას შევძლებთ ან მონაწილეობას შევძლებთ რაღაც უფრო ამას მინდა რომ უპასუხო ამას შევძლებთ თუ უპასუხო ხო ნუ სამწუხაროდ აი წეღან რაც დროის ფაქტორის გამო მათ შორის გადავახტი ამ წელს რომ სამხალხო საზოგადოების მშენებლობა საქართველოში ზემოდან ხმად ხდებოდა ენჯოიზაციის გზით და თამადან ზემოთ ორგანიზებული სამხალხო საზოგადოება სუსტი გვაქვს ახალაყურებით მოდანზებოთ სამხალხო საზოგადოების დაბადებას ან პროტესტების ფორმით ხო და გარკვეული ორგანიზებები სხვა ჯგუფებს შორის რაც აი პროტესტის გარშემო ერთიანდება და თუმცა ეხა პროტესტს აქვს ხო გარკვეული გამოწვევებით მათ შორის მაგალითად პლურალიზმის გაძლება ძალიან უჭირს ეს სხვადასხვაობების ხო ანუ ეს არ არის ის რაც სამხალხო საზოგადოებას ახასიათებს ხო გასაგებია რომ ემოციების სტრესი გასაგებია ტანჯვა რაც პატიმრებს ძალადობას აშენდება ეს უყალოდ არ გაქრებოდა და ამ საზოგადოების როგორც თემზე საპროტესტო თემზე გავლენას მოახდენა ხო თუმცა ვთქვათ ის რომ აი ამ ჩვენ მაინც რუსთაველის გამზირზე ვცდილობთ რომ ჩუმად ვიყოთ ერთმანეთს გორი არ ველაპარაკოთ და სადღაც ეს განსხვავებები და კონფლიქტებიც არტიკულაციას არ მოხდეს მგონია რომ რაღაც თქვენ ფსიქოლოგიურ სტრატეგიებზე ამბობთ სადღაც შეიძლება ფსიქოლოგიური სტრატეგია იმიტომ რომ თუ ავლაპარაკდებით გვეშინია რომ ეს ისევ დაგვშლის ხო ამიტომაც აი თუნდაც ის რომ ეს რუსეთის რუსთაველზე პროტესტი არ გუნდა რომ მიკროფონი ვინმეს ჰქონდეს ხო არც პოლიტიკოს არც არაპოლიტიკოს დიდად და თუნდაც ის მარში რომელიც მოდის მხოლოდ რაღაც მანტრებად ამბობს ხო სოლიდარობას მაგრამ შინაარსი და ჩაშლა არ ხდება ანუ ის რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ამ პროტესტის დროს არც ხმამაღლა ხო რაც პროტესტებს ახასიათებს საბოლოოდ დიდად რაც ადგილზე ხო იმიტომ რომ ეს ვაკურდები რომ ეს ჯგუფები თანამოაზრეები არიან გადანაწილებული რუსთაველზე და ყველასთვის ბავშვი ხარშის რაღაცას ხო თავის სამეგობროში თუ რაღაც ახალგაზრდა კლასტერებში ხო მოკლედ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლაპარაკი ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ამ დელიბერაციული სივრცეების გაჩენა სადაც რაღაცა ტიპის მოსაზრებები იქნება დაშვებული იმთავით არ შევარაცხავთ რაღაც მტრულად, რუსულად, არ ვიცი რაღაც ხო, ჩინურად და ჩვენ ერთმანეთს დავალაპარაკებით. სამწუხაროდ ესეთი დელიბერაციული სივრცეები ინსტიტუციურად არ გვაქვს, რომ ინჯეებში სივრცეები არ არის, პარტიებში სივრცეები არ არის, სკოლებში სივრცეები არ არის, უნივერსიტეტებში სივრცეები არ არის, თვითმმართველობა არ არის. ამიტომაც ბატონო
მგონია რომ დელიბერაცია არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი არ არის რომ ეს დელიბერაცია იყოს რაღაც შედეგი გამოიღოს ხვალვე რა, ეს აუცილებელი არის დელიბერაციის მიზანი ეს არ არის, ხო? მგონია რომ ერთმანეთის აი გაცნობის და შეთქმულების დიალოგის შენების ნობის აღდგენის მიზანი აქვს და არა პრაქტიკული შედეგი რომ რაღაცა გადავწყვეტეთ. მეორე ამბავი მგონია რომ იმის არ უნდა იყოს ჩამოკიდებული მარტო რაღაც ფრაგმენტულ გაერთიანებაზე თვითორგანიზებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მდგრადი ინსტიტუციური თვითორგანიზებები გაზიარდეს. ამიტომ აი ეს მოწოდება რომ თქვა NGO-ები უფრო დემოკრატიულები უნდა გახდნენ, თემოდან დაფუძნდნენ, თემთან კავშირები გააზიარო, პარტიები დემოკრატიულები გახდნენ, კონკრეტულ ქსელებთან, ქსელებზე კონკრეტულ ჯგუფებთან იმუშაონ და იცოდნენ მათი სამი დღე ვინ არიან, მთელი საზოგადოება ხო იქნება შემოსავლე, ხო? თქვათ, ხელისუფლების მოედანს ხარს აუჭერს რაცა კონკრეტული ჯგუფი რა, ანუ არ შეუძლებელია რომ ხარ თელმასა და საზოგადოებას ერთიანი ხო არ არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ აქტორებმა იცოდნენ როგორ აშენონ იმ კონკრეტულ ჯგუფებთან, ვისთვისაც ისინი რაღაცას აკეთებენ, ხო? ანუ საკითხებს უგვარებენ, მოძრაობებში ეხმარებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მაინც სამწუხაროდ ყველას აი ახლად გაჩენილ აქტივისტურ ჯგუფებსა და მოძრაობებს აქვს აი საყოველთაობის პრეტენზია, ხო? და კონკრეტულ ჯგუფებთან მაინც ნაკლებად მუშაობენ. მგონია რომ ესეც პრობლემაა და ძალიან პერფორმატიულია ჩვენი საქმიანობა. ანუ ჩვენ უფრო ბევრს ვიზუალიზაციას უკეთებთ, ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ აი არ ვშრომობთ. ესეთი განცდა მაქვს. პარტიებიც აი რუტინულად რაღაც ადგილზე ახალი ადამიანების გაცნობის, მოხმობის, მათთვის საინტერესო რაღაცების ორგანიზება. ანუ ის უხილავი შრომა ხო, რაც ნეტვორკების შენებას უკავშირდება, არავის არ უნდა რომ გაწეს. ყველას უნდა რომ ილაპარაკოს, ჩაწერეს პოდკასტი, შექმნას რაღაც, ანუ აი ეგ უკვე რო არ დაგივალოთ, ჩემთვის არის გულის 2 საათიანი პოდკასტებს არ არის ნარუსი. ჩაწერეს პოდკასტი, რაღაც ხარჯი დავაკეთე და ესე მთელი საზოგადოებასთან კომუნიკაცია. აი ილოს სხვა შორის მე მაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აი ნარატივების თეორიაზეც და იმაზე, რომ აი უნდა საზოგადოება სოციალური ქსელებით რაღაც მივაწოდოთ, იმიტომ რომ ეს სოციალური ქსელები არის მართლა ჯუნგლი, ანუ შეიძლება ადამიანებს მას უსმენდე, სიამოვნებაში საერთოდ სხვა ტიპი იყოს, იმიტომ რომ ის ვიღაცა ინფლუენსერი დღეს რომელს ლაპარაკობს, სხვა რაღაცა ისეთ ანტისაიმიგრაციო და ისეთ ფაშისტურ რაღაცას იტყვის, ან მე ისეთ ანტიფემინისტურ რაღაცას იტყვის, ხო რომ პოპულარულ მიდგომებმა ცოდნას, ნდობას, პატიოსნებას ფასი დაუკარგა ცოტა რა, ამიტომაც მე ვარ ცოტა მოძველებული და მგონია რომ უნდა დაბრუნდეს ცოდნა, უნდა დაბრუნდეს ნდობა და უნდა დაბრუნდეს აი ეს ძალიან მდგრადი, გრძელი მუშაობა რა. და ამას ერთი ვინმე ვერ გააკეთებს, ანუ ჩვენ უნდა გადავინეწყოთ როლები, თქვა ვიღაცა წავა თქვათ რუსთავში იმუშავებს რაღაცა იქ ხო, ანუ ეს როლები უნდა გადავინეწყოთ და ეს რაღაცა მიკრო ქსელები და სფეროები შევხვდეთ, რომელიც ხო ჩვენ წარმოგიდგენთ გაფიცვა ვერ დავაორგანიზეთ ყველაზე კრიზისს ხო, იმიტომ რომ ეს პროპორციები ქონდა, არავის ექსეს შრომელებთან არ ქონდა და ისქნა. მოკლედ, ამიტომაც მე ცოტა სადავოდ გავხდიდი ამ სოციალურ ქსელებზე და სტრატეგიულ კომუნიკაციებზე დაფუძნებული წარმატების მაღალ მოლოდინებს და მგონია რომ გამოსავალი არის როლების გადანაწილებაში, შრომაში, ქსელების მშენებლობისთვის და ეს ხომისა და დობლის დაბრუნებაზე და ლაპარაკში რა, იმიტომ რომ მათ შორის არის ეს ლოგიკა, მოდი ხოდეს ერთი მესიჯი და ყველა გავერთიანდეთ. ხო, ანუ საბოლოოდ მე როგორც კი რამე მოხდება გეგელიას პროტესტიდან გავაგდებ, იმას რუსთავზე ეგ ძალიან არ მომეწონა მე. ხო, იმიტომ რომ ძალიან ხელს შეუშლის ეგ გასაგებია რომ კრიზისის დროს ამის დრო არ არის, ამ კითხვაზე მეც არ მოყვასე, როცა ეს გაგანია კრიზისია, ხამ რაღაცის დრო თითქოს არ აქვს, მაგრამ მე ამ საკითხებზე საზოგადოების 70% დააკოპირებს ას. ვერც გაიაზრებს და ისე დააკოპირებს. დააკოპირებს, თქვით? აი, მაგალითად, დააკოპირებს. ყველასაც საუბრობთ, აი, თქვენი ვაფარ განათლების ინსტრუმენტი და ფიქრობთ, რომ ნარატივს რო შეგქმნით, ყველას გავაგებინოთ. და იმათომ ეს არ აინტერესებს თავის ცხოვრება. ანუ მე ამ ნარატივის ლოგიკის წინააღმდეგ მივიდივარ, ეს ხარის და მგონია რომ თქვა თუნდაც საგანმანათლებლო მუშაობა ნარატივს შეგქმნა თავდაცვთან. სამწუხაროდ დააკოპირებს. პროცესებში არ მეწოდება ახალს დააკოპირებს, მე კიდე ახალს დააკოპირებს. თავარია ის რასაც აკოპირებს, იყო სამართლებრივი სახელმწიფო მშვიდობა, უსაფრთხოება,
ესე იკითხებს, მაგრამ ესე იკითხებს, ესე იმიტომ რომ მეტად ვერ ვფიქრობ კრიტიკული აზროვნების პარტნიორები. ჩვენ ეს ვლაპარაკობთ ეს ზუსტად იმიტომ რომ 20% ის იმდინებას რა კი ისტორია ისე ის საფაროში ყოველს განათლება კონდეს აი ზოგს არ უნდა რომ მედიები ცხოვრობდეს თავის ცხოვრებას ყოველასი შეგვიძლია. ჩვენ შევეჯამო მგონია რომ კრიზისის საპასუხოდ რა თქმა უნდა პოპულარული თვითორგანიზება და შეიძლება უფრო ხიფე გაერთიანება დამჭირდეს ამას უნდა ცოტა და აი ეს უნდა კეთდებოდეს. თუმცა გრძელვადიანი დემოკრატიზაციისთვის მე მგონია რომ დიალოგზე ცოდაზე და ნდობაზე დაშენებული კონკრეტული ცელების შენებლობა უნდა იყოს გამოსავალი და მესმის რომ შეიძლება ეს გამოსავალი არ არის დღეს როგორ შევცვალოთ რეჟიმი ამაზე პასუხი უფრო გრძელვადიანი პასუხი მაქვს. ჩემს უკეთესებს ხდება კრიზისის დროს პოპულარული მობილიზება შეიძლება რომ კარგი. ხო, იურგი. ამ კითხვის არ ვეუბნები პირადად უცოდნოდ რომ დავისვამდი, გამოვიდოდი. არა, გამებზე პასუხი ყველა კითხვა რა ის პრობლემის არა. თავდაცვას ეხება ჩვენ ამ გეგმავები სამხედრო დამგეგმავებს აქვს ეგეთი ანეკდოტი რომ პირველი მსოფლიო ომია და რა ქვია წოფეთ ბრიტანელებს უბრალოდ გერმანელების წყალქვეშა ნავთია და შეხედა და ფიქრობენ და ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიცერმა თქვა რომ რა უნდა ვიყოთ რა პრობლემა აქვს შეგვიძლია სხვა ავადმყოფო და ამაზე დაფეს და მე ჩავძიოთ გავანადგუროთ რა და კი მაგრამ სხვა როგორ ავადმყოფო და მე გრანდიდია დავდე მაგიდაზე დავდე ახლა მე ეგეთი გრანდიდიებით გამოვედი დასაწყისში და დეტალებზე რომ დავისვით ახლა მითხრები დავიჭერე არა უბრალოდ კითხვა არ არის ეგ რა თქმა უნდა რა შეკითხვები იყო აქ იმის თამაშზე როგორ ერთი მოქალაქის როლი როგორ გავაძლიეროთ და რაც თავი შევინარჩუნოთ შემდგომი დემოკრატიზაციის პროექტი რომელიც გვინდა რომ როგორი მინდა რომ იყოს ქვეყანაში ხო არ ვიცი აი შეიძლება არც არის საჭირო არა მე მგონი არის წარმოიდგინე უნდა მქონდეს რაღაც რომ მე მგონია მე ბუროს ერთახობით ამ დროსაც რომ ფაქტია რომ ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციების არ აღმოჩნდა საკმარისი მუხრუჭი ქვეყანაში სხვა ბევრი მექანიზმი ჩამოსვლასთან ერთად ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ ავტორიტარიზმის ეს ფორმა არ მიიღო პირიქით და წელში გადატეხა შემდეგ უკვე ძალაუფლება მათ შორის არ აღმოჩნდა იმის გამო რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა საკმარისი ბნები ხო რაღაც ადგილზე ლეგიტიმაციები და ამისთვის საჭირო იყო ეს კომუნიკაცია დიალოგი ადგილზე ადამიანებთან ჩვეულებრივი რაღაცა ქსელების შექმნა იმ ფაქტთან ვისთანაც ჩვენ მუშაობდით თუმცა ამის ცდილობებიც იყო ეხლა ხო აი ვთქვათ მე უყურებდი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ბოლო წლებში ეს დინამიკა შეიცვალა ქვეყანაში რომ ძალიან ბევრმა მათგანმა შექმნა რეგიონებში ოფისები ადგილზე სხვადასხვა ტიპის მოწყობილ ჯგუფებს როგორც ეს თქო მაგრამ ხალხთან მუშაობდნენ და ასე შემდეგ ეს გასაგრძელებელია რაც შეეხება იმას დღეს რაც რუსთაველზე ხდება ამის შემდგომი კონსოლიდაცია როგორ უნდა მოხდეს ეს ალბათ კიდევ უფრო რთული კითხვაა მე მაქვს განცდა რომ მე ერთხელ აი პირველად რაღაცა რაგბის ნაკრების თქმელი რომ ჩამოიყვანეს ხო გახსოვთ უცხოელი ფრანგი და ეს რაგბი უცებ ჩვენ კოლექტივ სპორტებში ძალიან გვიჭირდა რა და რაღაცა გამოვიდა რაგბისგან რაღაც შედეგები დაიდო და ეს ტიპი ამბობს ეს მე მგონი სამბიელთან ინტერვიუა ძველი რა თავის დროზე რომ პრობლემას რა შეხედავდი ქართულ რაგბში ქართველების მიდგომაში რომ ჩამოხვედიო მე გადამრია იმან რომ 10 წლის ბავშვებს რომლებიც სპორტულ მოედანზე ვარჯიშობენ რა არც მწვრთნელები და არც მშობლები შეცდომის დაშვების საშუალებას არ აძლევენ ისე უყვირიან გარემო რა და ამ დროსო 20 წლის ვირებსო ყველანაირ დუბრაკულ შეცდომასო რაც სპორტსმენმა უკვე აღარ უნდა დაუშვესო პატიობთ ყველა რა და ამაზე შეიძლება თაშიც კი დაუკრათ ხო და გონია რომ ეხლა რაც რუსთაველზე ხდება ზუსტად 10 წლის ბავშვის ამ ბავშვის მდგომარეობაშია ეს ჩანასახულო მდგომარეობაშია ეს ქსელები, ჯგუფები, სხვადასხვა ხო და აქ შესაბამისად მიმღებლობა მათი შეცდომების მიმართაც, მათი ემოციურობის მიმართაც
უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცა ეტაპზე მესმის რომ უფრო მეტ შედეგი შეიძლება ან რაღაც როგორ რაღაცა აი მე მაგათ არ მომწონს ის რომ მესმის მაგრამ არ მომწონს ის რომ თქვათ ძალიან ბევრი ჯგუფი გაჩნდა პარალელურად ერთი და იგივე თემის ირგვლივ და დარწმუნებულობა ამ ხალხს შეუძლია რეალურად ერთმანეთთან თანამშრომლობა რა უფრო უკეთესად მაგრამ ეს შიდა დინამიკები ხო ანუ დინამიკაში ჯგუფის შიგნით როგორია მე ხო არ ვიცი ანუ ხედავ რომ მე ჩემი გადმოსახედიდან არის ბევრი ჯგუფი რომელიც ერთად რომ ენახო გამიხარდება იმიტომ რომ ხანდახან ეს მასობრივობა რაღაცა ძალის განცდა საჩენს და ეს ძალის განცდა მე სოლიდარობაზე არ დგას რომ ჩვენსკენ წამოვიდეს და ამ ძალას ვერ ვაჩვენებთ ამ მათ შორის ამის გამოც რომ აი შეიძლება ტაქტიკურ საკითხებზე ვერ შეთანხმება ისევ ხოლმე რაღაც სტრატეგიული საკითხების უგულებელობა. აი იგივე შეხედავ თქვა ახალი პარტიების დაბადების თვალსაზრისით რა რომ მე მესმის რომ აქტივისტში ყოფნა დისკომფორტულია, მაგრამ მგონია რომ საჭიროა პარტიაში პარტიულ ცხოვრებაშიც ბევრმა ამ წრეებს თავიდან დაიწყოს მოქმედება. ოღონდ ესეც ისე არ უნდა იყოს, რომ უცებ 9 პარტია გაჩნდეს რა, იმიტომ რომ აი ესეთი ამბავია ამ ხალხისთვის ვის გარედან მიყურებს, არც ერთი არ ჩანوارც საერთოდ და არასერიოზულად მოჩენს ის რომ ბევრი გავჩნდეთ უცებ რა და თუ ვიღაცა სიტყვაზე არ მოსწონს X-ი, არ არის საჭირო რომ ყველა ცალსაგამართლა პარტიები შექმნას, ანუ ჯობია რაღაცნაირად ეს გაერთიანება მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ისეთ სისტემაში ვიმოქმედებთ კიდე დიდხანს, რაზეც თამთამ ელაპარაკა რა. და თამთამ ნახეთ როგორ რაღაცები თქვა, მათ შორის მარტო ხელისუფლება კი არ არის ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ პოლიტიკა უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად. პრობლემა არის ის, რომ ეს დამკვიდრებული ნორმები მანამდე არასწორად გადადაწილებული რესურსები და ამ რესურსების უკანონმდებლობი ადამიანების მენტალიტეტი იმდენად ანტიდემოკრატიულია თავის შინაარსით. კოლაბორაციას გამორიცხავს თავის. ანუ ჩვენსკენ ვიცით შეგენიც კი ძალიან ბევრი რა და სანამ ჩვენ ამ პოლიტიკურობას ცოტა არ გავაიაფებთ, ანუ მეტი და ინკლუზიურს არ გავაიაფება, შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ პოლიტიკის კეთება ძალიან ძვირიჭდება ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ უნდა გქონდეს ტელევიზია, რაღაცა რა ქვია სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის რაღაცა 500-კაციანი თიმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეგ მარტო ერთეულებს შეუძლებს და ის ერთეულები უკვე არიან საფრთხეს განაწილებული. ამიტომ ეს ველი როგორ უნდა გაიხსნას სხვებისთვისაც ზუსტად ამის ფორმულა არ არის. მე მგონია რომ ეხლა უბრალოდ რაღაცა მაგარი ხდება. არის პარტიებში ეხლა რომ უნდა გეთახმებით, თუ თვითონ პარტიები თუ არ გაიხსნებიან, არ მოუდება არავის რა თქმა უნდა. თვითონ პარტიებს იმისთვის რომ პარტიებსაც აქვს რა თქმა უნდა ეს საკუთარი მართვის სტრუქტურები გადასახედი და დამოკიდებულება ხალხთან, იმიტომ რომ თუ ესეთი ჰორიზონტალური ვერტიკალურები იქნებიან, არ მოუნდება არავის მასთან კომუნიკაციის გასაგებია. უბრალოდ ეხლა მაქვს განცდა რომ ეს ადამიანები აი რიადის მამაა ჩვენ ერთ-ერთი რა ანუ რაღაცა ჰეროიზმის ისეთი კლასი დადეს ამ ბიჭებმა ვინც ციხეშისგან და გარეთ ვინც ამათი ახლობლები ვინც იბრძვიან რა ჩემი აზრით ეგ რესურსი ისე რომ თან არ შეერხონას ტრადიციულმა გაგებებმა ქართული პოლიტიკისა რა რაღაცნაირად უნდა ითარგმნოს პოლიტიკაში, უნდა აღმოჩნდეს ამათგან ნაწილი პოლიტიკაშიც. ოღონდ მე ისევ იმის გამო რომ 5 წლის ბავშვს როგორც ალპატიონი რა გუსწრნელის არ იყოს, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ რომ თურმე ესენი იმიტომ იბრძოდნენ რომ პოლიტიკაში მოსვლობდათ და რაღაცები, ბევრად უფრო მიმღებულები უნდა ვიყოთ ჩვენს რა ამ გადაწყვეტილებების მიმართ. იმიტომ რომ ეგრე არ გამოვა ერთი მხრივ არ მოგწონს, მეორე მხრივ ვინც კი გაბედავს და პოლიტიკაში შემოვა, ყველას ლანძღვა და წილს ვაჭერდა. ვინც ეს გადაწყვიტა, ჩათვალეთ რომ არის ძალიან დიდი კომფორტის ზონა დადო. ან კაი ცხოვრებისგან დღეს პოლიტიკაში არავინ არ შეგვიძლია ეს რამდენიმე წლის წინანდელი ვითარებაც არა. ანუ ეს ხალხი რომ ჯერ გამგებლები არ ხდებიან და მერე არ ხდებიან და მერე არ მოდიან პოლიტიკას. ყველა ეხლა ვინც აქტივისტში ხარ, თქვენი ცხოვრების პროფესიის ოჯახის ბევრი რაღაცა გადადეთ, და ზოგიერთებმა საერთოდ თავისუფლება გადადეს, ხო, ციხეში შედენ და
ამ ფონზე შეცდომები უნდა ვაპატიოთ ხოლმე ერთმანეთს რა. ძალიან ზოგადი პასუხი დავეცეთ. რაციონალურად. სამწუხაროზე მხოლოდ დროის კონტექსტში ვსაუბრობ. მხოლოდ დროის კონტექსტში. ცოტა უსაუბრია რაღაცნაირად. დანარჩენი ამისთვის ვარ, სწორად რომ დანარჩენი სწორად ამისთვის ვარ, რომ შესაძლებლობებზე ვისაუბროთ, რა შესაძლებლობები გვაქვს, ხო, ანუ დიაგნოზისთან დავიწყეთ, ხო? დავიდეთ შესაძლებლობებისკენ. პრინციპში მეც გიორგის თანხმები ანუ რა შესაძლებლობები გვაქვს, ანუ სად უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველას რაღაც ჩვენი როლი გვაქვს, ჩვენი ცოდნა გაგვაჩნია, ახლა მე შეიძლება არ ვიცი რაღაც ველაპარაკო პირობითად ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, იმიტომ რომ არ ვიცი ხო, მე ფიზიკურად რა ხდება, მაგრამ გვაქვს რაღაცა ცოდნა იმ სფეროში, რაც ვიცით, ხო, რა სფეროში გვიმუშავია და რა თქმა უნდა, ამ სფეროს გადროის სახელიდან ჩვენ სწორედ აი ამ შესაძლებლობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ სად არის ის ნაბიჯები გადასაზრდელი მასშტაბების სფერო იქნება თუ რაღაც პროგრამა სასამართლო იქნება, პროკურატურა იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ იურიდიულად თავდაცვის სფეროზე საუბრობ და ანუ ამ შესაძლებლობებზე მინდა სწორედაც ვისაუბრო. დანარჩენი ახლა თუ არ ვიცი მე მომემართება ან რა ვიცი რომელიმე ჩვენგანს კითხვა აქამდე როგორ უნდა მივიდეთ ხო ანუ ქართული ოცნების პირობებში ალბათ გამორიცხული არის ახლა ამაზე ვისაუბროთ მართლმსაჯულების რეფორმა როგორ უნდა ჩავატაროთ ხო და იგივე თუნდაც პროფესიული ჯგუფებიც აი სამწუხაროდ აი წელან არის მაგ მომენტში ყავით ხო ეკონომიკური გასაგები იყოს ილია ხო იმენად სხვა ბრიტანეთში მაგდეთ რომ ეს კანონი არსებობს მე რო კითხულობ ხო მონია მე თავის წერენ და კითხულობ ეგეთ გასწავლა ახლა კომენტარი დაწერო ახლა ბოდიში თქვენი სახელი უკეთრო მინდა ნახეთ რა შეასაქმე ახლა აჩკო გორდულაძე რომ დაწერს კანონს აჩკო გორდულაძე არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჩემი კურსელი იყო ეს ბიჭი ამით ხო ან ნახეთ აი ბოდიში ხო ან ნახეთ მეც გიპასუხოთ ხო თუ შეიძლება მეც გიპასუხოთ ხო ანუ აქ საუბარი არის დაბალი კვალიფიკაციის ადამიანებზე რომლებიც დღეს ჩვენ გვმართავენ იღებენ გადაწყვეტილებებს ეს ხალხი არიან ლოიალურები მხოლოდ იმის გამო რომ ეს ხალხი ვერაფერს ვერასდროს ვერ მიაღწევდა მაგრამ მოსამართლე ალბათ თუ პარლამენტის წევრი ალბათ თუ ასე შემდეგ ანუ აი ეს ხალხი არის ესეც ხო ანუ ამ ხალხის პირობებში ვერ ვისაუბრებთ იმაზე რომ კანონი შეიძლება იყოს ცხადი ეს ხალხი წერენ კანონს მაქსიმალურად უნდათ იმიტომ რომ როგორც მე დაჭირდებათ ისე გამოდგა ეხლა აჩკო გორდულაძე პირობითად ვახსენე ხო მაგრამ აჩკო გორდულაძეს მე კანონის ცხადაზე ვერ დაველაპარაკები არ ვიცი მაგალითად სისხლის სამართლის რომელიმე მოსამართლეს როგორ აზრი აქვს ამ ადამიანთან ლაპარაკს და სწორედ ამაზე არის საუბარი რომ ამ ადამიანთან ამაზე ლაპარაკს აზრი რომ არ აქვს ბოდიში მოვითხოვ რა WhatsApp-ით დაასრულოთ რა თქვენ თუ გქონდათ მოსწრება ეხლა ეს შემოსწრებას გეუბნებით ანუ ვერ დაველაპარაკებით იმიტომ რომ თუ აჩქო გორდულაძეს პირობითად და რომელიმე დეპუტატს ველაპარაკებთ იმაზე რომ კანონი უნდა იყოს ცხადი კანონი უნდა იყოს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოში უნდა ცხოვროთ ესე იგი ის ხალხი ყველაფერს კარგავს ხო ანუ თავის მდგომარეობას თავის პოზიციას კარგავს და ის ძალაუფლება აღარ აქვს და იმ სიკეთებით აღარ სარგებლობს ამიტომ ანუ აქამდე როგორ უნდა მივიდეთ მგონი ეს ჩვენი სესიის კითხვა საერთოდ არც ყოფილა და თუ ჩვენგან ამის მოლოდინი გქონათ ანუ სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცებზე ვისაუბროთ მაგრამ ჩვენი სესიის მოლოდინი ამაზე საერთოდ არ ყოფილა აქ საუბარი იყო იმაზე დაგვესვა დიაგნოზი ამ კონკრეტულ სფეროებში რა გამოწვევების წინაშე ვართ აქამდე როგორ უნდა მივიდეთ რომ აქ ამაზე მუშაობა დავიწყოთ მგონი ეს ჩვენი სესიის კითხვა არ ყოფილა შეიძლება ჩვენ მოსაზრებები გითხრათ მაგრამ მე არ ვარ არც პოლიტიკოსი აქ არც ნიკა შეიძლება ერთი კანონზე უბრალოდ ერთი სიტყვა ეს მოგდიში ანუ აქ ჩვენ მოდერატორი ვარ და მიცემს რა თორე ისე არ
კარგით. კარგით. მადლობა. დიაგნოზის დასმაზე, პრობლემების დანახვაზე, გამოწვევების დანახვაზე, კონკრეტული სფეროების მიმართულებით, ამიტომ ესმასთან გადავალ. ხო, ანუ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ სწორედ, თორემ დანარჩენი ახლა პროტესტი როგორ უნდა გამართდეს და როგორ უნდა ვიგრძნოთ პოლიტიკურად, უკაცრავად ამ ეს კითხვები მგონი ჩვენ არ უნდა მოვიმართებოდეს. ხო, მე ერთს უბრალოდ ვიტყვი, რომ ამაზე იყო ლაპარაკი კანონებზე, რომ ეს უნდა დაიწეროს, ის უნდა დაიწეროს, ამაზე, ანუ ზუსტად ეს ინსტიტუციონალიზებული არასამთავრობოები თუ რა ვიცი ესე ადამიანები დავდიოდი და მეც მათ შორის სხვა თემებს დავდიოდი პარლამენტშიც, მთავრობაშიც, იმაშიც ვუწერდით ხელით, იმიტომ რომ ისინი გეუბნებოდნენ თქვენ მოიტანეთ, ამისთვის მოქონდა ხალხს ის უცხოური დაფინანსება, რომ დაეწერათ ეს კანონები, კანონ პროექტები, მე ისინი ადგებოდნენ, გამოცხრილავდნენ იქიდან ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ რომ იქ ფინანსთა სამინისტროს არ მოეწონა, რომ გადასახადია გასაზრდელიან რაღაცა, იქ იმას არ მოეწონა, იქ ბიზნესს არ მოეწონება, იქ ამას არ მოეწონება, ამას ამოყრიდნენ ნახევარზე მეც და დარჩებოდა მე ზუსტად ესეთი ბუნდოვანი კანა, რომელიც მეორე ნახევარი უკვე ასს კარგავდა, იმიტომ რომ პირველი ნახევარი იყო ამოყრილი. პირობითად ვამბობ რა, ანუ აი ესე მივედით რა ნელ-ნელა იმით რომ ის ჩართულობაც იყო ფასადური ხოლმე რომ ფოტოები გადაიღოთ და სადღაც ანგარიში ვიღაცებს ეთქვათ რომ ჩავთეთ სხვა ორგანიზაციები და აი ესე ნელ-ნელა მივედით აქამდე. ხო, ეს მადლობა. შევაჯამოთ და დასრულისკენ წავიდეთ ჩვენს, იმიტომ რომ შემდგომ სესიაზე უნდა გადავიდეთ. ყველა ძალიან დიდი მადლობა თქვენი ჩართულობისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა სპიკერებს, პოზიციების გაზიარებისთვის, ორგანიზატორებს, იმისთვის რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა და მე მიმაჩნია რომ ფაქტო საზოგადოებრივი დისკუსია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე, ამ მოსაზრებების მოსმენა, გაზიარება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი რა გჭირდება, ანუ რა პრობლემები გვაქვს, რა გჭირდება არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. აქ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ერთი თავის მეორე თავის შეცვლაზე, აქ უნდა ვისაუბროთ იმაზე, სახელმწიფო მოდელი, სახელმწიფო მოწყობა როგორ უნდა შეიცვალოს. რანაირ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. ამისთვის სანამ თუნდაც რამდენი დღეა მქონდა ამაზე საუბარი, კონსტიტუციური მოწყობის მოდელზე, ხო, ანუ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ხო, რომ აი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვიცხოვთ. ეს პარტიული გადაწყვეტილება იყო, ესე იყო პარტიამ, რომელიც არადემოკრატიული ფაქტორებად არჩევნების მოვიდა მაშინ ძალაუფლებაში. იმ ერთმა პარტიამ გადაწყვეტა, რომ აი ასეთ მოდელში გვინდა ცხოვრება. ვილაპარაკეთ ამაზე, როგორი სასამართლო გვინდა, ან ვილაპარაკეთ იმაზე, როგორი კონსტიტუციური მოწყობა, ვილაპარაკეთ იმაზე, ან საზოგადოებამ ეს კონსენსუსი გადაწყვეტა, რომ პრეზიდენტს მე არ მინდა ვერჩიოდე და პარლამენტი უნდა ერჩიოს. ამ რაღაცებზე საერთოდ ვილაპარაკეთ, ამაზე არის სწორედ საუბარი, რომ გავხსნათ ეს დისკუსია, პროფესიულ წრეებში იქნება, საზოგადოების ფართო წრეებში იქნება თუ ასე შემდეგ, სწორედ აი ამაზე ვისაუბროთ. ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი მოსაზრება, ნებისმიერი ხედვა არის აქ მნიშვნელოვანი და მადლობა ჩემს კოლეგებს, მეგობრებს იმისთვის, რომ აი ეს ძალიან საჭირო ძვირფას მოსაზრებები გავგვიზიარეთ. მადლობა.